მოსწავლე დედები უნდა ნახოთ ხალხო. ეს არის გიგას მოსწავლე. ასეთი ბავშვები ხავს გიგას და არა ის აღვირახსნილი გოგონა. გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა აქციას მართავს. შვილმკვდარ ქალს სოლიდარობა მოქალაქეებმა, შვილის მოსწავლეებმა და მშობლებმა გამოუცხადეს. ეკა კუპატაძე პროკურატურას გულგრილობასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა საქმის მასალების გადაცემას ითხოვს და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად ემზადება. სააპელაციო მათედევიძის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას დევიძე არ დასწრებია. ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი. მაპატიე და ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან, თქვა მათედევიძემ. ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს. ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში. შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა. ასე მიმართა ყაველაშვილმა ქართულ დიპლომატებს ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე. კალაძე მის მიერ დააფუძნებულ და 6 წლის წინ დახურულ პროგრეს ბანკში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ინიციატორი თავად იყო. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, თქვა კალაძე.